მოგეხსენებათ, დღეს პარასკევი დღეა და მუსიკის დროა ჩვენს ეთერში და ჩვენი არაჩვეულებრივი ფერია ჩვენი. ანიკე კუა შემოგვიერდა თავისი არაჩვეულებრივი სტუმრით. აბა გისმენთ. გამარჯობა ჯონი და დალი, დილომშვიდობის და ტელემაყურებლებო, დღეს ვისაუბრებთ ჩემთვის ძალიან საყვარელ კომპოზიტორზე, გურამ ბზვანელზე. იგი გახდათ როგორც კომპოზიტორი, ისევე პოეტი, მომღერალი და ძალიან ადრეული ასაკიდან დაიწყო სიმღერების წერა, თავდაპირველად თავისთვის, ხოლო შემდეგ უკვე მისი მეგობრები ასრულებდნენ მის სიმღერებს და ერთ-ერთმა ასეთმა მეგობარმა, ნოდარ დუმბაძემ მას მისცა ლექსი სიმღერა თბილისზე და შემდგომ უკვე ამ ლექსებზე დაწერილ სიმღერებს უკვე სრულიად თბილისი ასრულებდა ნამდვილად და შეიძლება ითქვას, რომ მისი რეპერტუარი გამოირჩეოდა განსაკუთრებული თბილისური ხასიათით. შემდგომ იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტი, რომელმაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია უკვე საზღვრებს გარეთ, სრულიად საბჭოთა კავშირი მოიცვა და ისინი იყვნენ ერთადერთი თვითშემოქმედი კვარტეტი საესტრადო, რომელმაც ძალიან ბევრი ჯილდო აიღო და 1958 წელს ისინი მიწვეულნი იყვნენ ფილმში გადასაღებად გოგონა გიტარით, რომელშიც მთავარს ასრულებდა ლიუდმილა გურჩენკო. ამის შემდგომ გურამ ბზვანელმა გადაწყვეტა, რომ თავისი მუსიკალური ცოდნა გაეღრმავებინა დაიწყო თბილისის კონსერვატორიით და მისი დასრულების შემდგომ იგი გახდათ მუსიკალური ხელმძღვანელი, პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი. ასევე იყო მზიურის შემქმნელიც, რომელიც მის სიმღერას ასრულებდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ თვეში ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, რომ არიციან ხოლმე მისი საავტორო მუსიკის შესახებ, რაც ალბათ გამომდინარეობს მისი თავდაბლური ხასიათიდან ნამდვილად, რაც ძალიან დასაფასებელი არის. ის არის ავტორი ისეთი სიმღერებისა, როგორიც არის მაგალითად ჩავაქრე სანთელი, რომელიც 17 წლის ასაკში შექმნა მან და შემდგომ უკვე ქალბატონმა ნანი ბრეგოძემ შეასრულა და მის კარიერაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერმა. ასევე ნუკრია, კიდევ ბევრი სიმღერა. ასე ძლიერ, რომელსაც მეც ვასრულებ აჩიკო ბერიძესთან ერთად და ძალიან მოხარული ვარ. და კიდევ ჩამოთვლით უკვე თამუნა ბზვანელთან ერთად, რომელიც ჩემთან არის სტუდიაში, მისი ქალიშვილი გახლავთ ჩემთან სტუმრად. და უნდა ვთქვათ ისიც, რომ ფსიქიატრი. კი ბატონო, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბათუმში, რომელიც 1 წლის განმავლობაში გახლავთ კულტურული დედაქალაქის სტატუსის მქონე, აჩიკო ბერიძის ინიციატივით გამართულ პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიაზრებს კომპოზიტორთა შემოქმედებით საღამოებს, გაიმართება ერთ-ერთი შემოქმედებით საღამო გურამ ბზვანელის 6 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო სამუსიკო ცენტრში, მუსიკალურ ცენტრში. და უნდა ვთქვა, შემსრულებლებზეც იქნებიან როგორც ცნობილი შემსრულებლები, ისევე ადგილობრივი მუსიკოსები, მომღერლებიც. მოგესალმებით თამუნა კიდევ ერთხელ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მაყურებელსაც ხადია. მე უნდა გადმოვიდე თქვენთან ასეთი შეკითხვით, რაც მე მგონი მსმენელს და მაყურებელს აინტერესებს ხოლმე. კადრს მიღმა გურამ ბზვანელი როგორი იყო და როგორი იყო სახლში, იმიტომ ვიცი რომ გაძალებდათ თუ არა მუსიკის მიმართულებით, მუსიკას რომ გაყოლოდით, ვიცი რომ დებოდა მაგ მუსიკის დარგში და კადრს მიღმა გურამი იყო მორიდებული, მშვიდი, რაღაც არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ნუ როგორც მამა, ხა მაგაზეც აღარ არის ლაპარაკი. ძალიან კარგი პიროვნება იყო. და რაც თავარია, ძალიან დიდ პატივს ვცემდი იმ წრეს, რომელთანაც გურამს ჰქონდა ურთიერთობა და ვინც ხშირად იკრიბებოდა ჩვენ სახლში. მაგრამ აი საბოლოო ჯამში არ აირჩიეთ ეს პროფესია, ხო სწორია? საიდან გამომდინარეობს ეს ყველაფერი? ხა თუ გაინტერესებთ, გეტყვით, მე 9 კლასი ვისწავლე ნიჭიერთა აწრეთში. პარალელურად ამბობდე, რომ კარგად ვღეროდიო და მერე მოდაში შემოვიდა სამედიცინო ინსტიტუტი და რაღაცა დამეწყო, რომ უნდა ჩავაბარო. როგორც ყველა. გურამა მითხრა, რომ არ არის შენი საქმე სამედიცინო, თუ დაკვრა გეზარებაო, ჩააბარე კონსერვატორიაში მუსიკათმცოდნეობაზე და ლაპარაკი კი გეხერხება და მე ილაპარაკე რამდენიც გინდა, მაგრამ არ დაუჯერე და დღემდე ვნანობ. უნდა დაუჯერო მშობლებს, რასაც გეუბნებიან.
მოხმობენ. ხო, ალბათ ეს შემოქმედ ადამიანებს საერთოდ აქვთ ხოლმე ეს ტენდენცია არსებობს, რომ ის რაშიც ძალიან დიდ დროს ხარჯავ და უთმობ სრულიად მთელს ცხოვრებას, ალბათ ნაკლებად არის ხოლმე შემდგომ სურვილი, რომ ოჯახის წევრებმა, შვილებმა გააგრძელონ ხოლმე ეს მიმართულება, იმიტომ რომ თან ძალიან დიდ სირთულეებთან არის კავშირში. გურამს ესეთი დაყენება იყო, მისი შვილი უნდა ყოფილიყო ან ძალიან კარგი, ისე რომ ყველას ელაპარაკა და მე მახსოვს ესეთი შემთხვევა იყო, ალექსანდრე ბასილაიამ უთხრა, რომ გადასარევენ დღერისო თამუნაო და წავიყვანო ჩემთან და იმღეროსო. არავითარ შემთხვევაშიო. მამა რატომ მეუთხარ და იცი რაო, თუ მღერი ხარ უნდა იმღერო ისე როგორც ღერის ნანი ბრეგვაძეო, ან დაანებე თავიო. აი ესეთი გამომდინარე მისი ალბათ მაქსიმალისტური ხასიათიდან, ამიტომაც იყო მისი შემოქმედება ასეთი კარგი და დასამახსოვრებელი. და მისი თავმდაბლობაც აღვნიშნეთ, იმიტომ რომ მე აღვნიშნე წეღან, რომ ჩემს თაობაშიც კი ნაკლებად იყო, ასე ვთქვათ, ცნობილი ის ფაქტი, რომ რამოდენიმე სიმღერა, რომელიც მისი იყო, მას ეკუთვნოდა, იყო ხოლმე ხანდახან შემთხვევები, როდესაც არ ვიცოდით ამის შესახებ და მე გავიხსენე ის ფაქტი, რომ ადრე თინიკო ჭოხონელიძის სტუდიაში მე პირადად დავდიოდი და ის ჩემი პედაგოგი იყო, სამშობლოს გასახარებლად იყო ასეთი სიმღერა, არის კიდევ, რომელსაც ასევე შევასრულებთ ბათუმში კონცერტზე, მისი სიმღერა არის და საიდან გამომდინარეობდა ეს ამბავი? თქვენი ხედვით, თქვენი გურამი რო გახდა პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი, ყურადღების ქვეშ ყავდა ყველა ის ჯგუფი, რომელიც იქ დადიოდა სიმღერაზე და აი ამ გოგონებზე ქონდა განსაკუთრებულად გამახვილებული ყურადღება და აი თითეული მათგანი ესე აკრიფა, შეაკოწიცა და დაარსა ანსამბლი მზიური და სწორედ ამათ მიუძღვნა ეს სიმღერა სამშობლოს გასახარელი. დღემდე არაჩვეულებრივად მღერიან მაია ჯაბუა, ეკა კახიანი და თავრიკო ჭოხონელიძე ამ სიმღერაზე. და საერთოდ ყველასთვის საყვარელი სიმღერაა და რა შეეხება მის თავმდაბლობას, მართლა რაღაცა ისეთ ზედმეტად 9 აპრილი რომ მოხდა, ვედრება მაშინ დაწერა გურამთან. გურამა მე არ მახსოვს რომ ესე ერბინა ნოტებით და აი 9 აპრილისთვის ეს დავწერე ნანიმ შეასრულა ნანის მისცა რასაკვირველია იმიტომ რომ აბავის მისცემდა და არაჩვეულებრივად შეასრულა მე არ მახსოვს ახლა გურამს ეთქვას რომ აი მე ეს დავწერე 9 აპრილისთვის არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა და კიდე ბევრ თარიღებს მიუძღვნა თავისი რაღაცა სიმღერები, ბევრ მოვლენებს, მაგრამ ამაზე არასოდეს არ ყოფილა. ჩაგერთვებით თუ შეიძლება. რა თქმა უნდა. ჯერ დავიწყოთ იმითი, რომ მთელი ეპოქა შექმნა გპ-ის ჯაზმა და მით უმეტეს კვარტეტმა, რომლის ხელმძღვანელი იყო ბატონი გურამი. და სიმღერები იწერებოდა ბატონი გურამის მიერ. ამან სტილი შექმნა იმ 50-იანი 60-იანი წლების მთელი და დღესაც ხო ახალგაზრდები როდესაც დეფიციტია მელოდიურობის ძალიან ხშირად მიდიან იმისკენ მიმართავთ ხოლმე შემდგომ რაზეა ლაპარაკი და აი მართლა იმ თავდაბლობიდან გამომდინარეობს რომ ასრულებენ სიმღერას და არიციან რომ ბატონი გურამის დაწერილია რომელსაც მე სოსო ტუღუში უკეთებდა არაჩვეულებრივ არანჟირებას და მთელი აი ეს გპ-ის ეპოქა ის ერთი ნამდვილად მათ შექმნილია გურამზვანელი რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნება იყო მე მქონდა ბედნიერება მასთან შეხების და ბედნიერება იყო სხვათა შორის ბატონი გურამი და არაჩვეულებრივი ადამიანი ისე საინტერესო თვითონ რას უსმენდა ხო მე უსმენდა ჯაზს უსმენდა ჯაზმენი აქედანაც დაიწყო მაგათი აი ჩუმად რო უსმენდნენ გლენ მილერს ჩუმად მიპარვით აი ამან ამან განაპირობა შემდგომი ბატონი გურამის შემოქმედება ყველა კვარტეტი რომელსაც მღეროდნენ ეს ყველა კვარტეტისთვის დაწერილი სიმღერა იყო გურამისი ნანას გარდა ყველა სიმღერა ნანა იყო იტალიურიდან იტალიურიდან ნათარგმნის სიმღერა რომელიც თარგმნა ადაპტაცია ბატონმა გურამმა გააკეთა საერთოდ იცით რა მე ჩვენი დაკვირვებით 90% ალბათ მუსიკოსის წარმატების რა თქმა უნდა განსაზღვრავს სიმღერა როგორი არის და ალბათ ნანი ბროგვაძის შემთხვევაშიც ეს იყო ნამდვილად და საინტერესოა რომელ სიმღერას გამოარჩევდა თავად გურამ ბზვანელი და თქვენთვის რომელი სიმღერა არის საყვარელი
მისი რეპერტუარიდან? მე ძალიან თუ შეიძლება ორი სიტყვით ნანისთან დაკავშირებით ვიტყვი 17 წლის ასაკში გურამმა რო დაწერა ჩავაქრე სანთელი ნანი იყო მეზობელი მაგათი და ძალიან კარგად მღერ ნუ გურამი გადადიოდა მაგათთან და მთელი ეს ამათი საყვარელი ძეები ისინი იკრიბებოდნენ იქა და გურამი მისცა ნანის ეს სიმღერა უთხრა შენი მღერეო და აი ამ სიმღერით მე წაიყვანა გპ-ის ორკესტრში ნანი ხო და მე ძალიან მიყვარს ვედრება გურამისი ძალიან მიყვარს შიში ნუ ანუ ასე ძლიერ რომ ასე ძლიერ სხვათა შორის ცოტა ხანია რაც გავიგე რომ ეს სახელი ქვია ასე ძლიერ და არა ჩემი შიში როგორც აღმოჩნდა ძალიან მიყვარს ნუ თავისთავად ჩავაქრე სანთელი ძალიან მიყვარს შენი თვალების და თითქმის ყველა სიმღერა ძალიან დიდი სიამოვნებით ვისმენ და ძალიან ხშირად მოდით ახლა ვთქვათ თვითონ კონცერტის შესახებ უნდა შევეხოთ აუცილებლად მადლობა მინდა გადავუხადო აჩიკო ბერიძეს ნამდვილად ყველასგან მადლობა იმიტომ რომ გვაქვს ამის შესაძლებლობა ამის ინიციატივისთვის და გურამის დაფასებისთვის ცხადია ვინ მიიღებს მონაწილეობას შეგვიძლია ამის შესახებ ვისაუბროთ ვინ მიიღებს მონაწილეობას ჩამოგითვალოთ ჩამოთვალოთ აჩიკო ნიჟარაძე აჩიკო ნიჟარაძე თვით რა ქვია აჩიკო ბერიძე თქვენ რაც ძალიან მიხარია გელაც კვიტინიძე ანუკი სკვიტინიძე გელა დონაძე ზუკა ხუციშვილიც იქნება რასთავარია თამრიკო გვერდითელი რომელიც ღერის ვედრებას რომელიც ღერის შესანიშნავად ვედრებას თამრიკო გვერდითელი ნუ ასევე აჩიჯაიანი რომელიც ალბათ გახსოვთ კონკურსში გამარჯვებულია რომელიც მე ძალიან მომწონს კარგად ხვერი ბათუმელი ხო და დანარჩენი რამოდენიმე ბათუმელი მომღერალი რომელიც ჩემთვის უცნობია დანარჩენი მოკლედ ვიხილოთ კონცერტზე მე არ მღერი ვარ აუღურე მოკლედ 6 დეკემბერს გვეწვიეთ და მოგვისმინეთ გურამ საღამო ჩატარდება. მადლობ, დიდი მადლობა. იმედი მაქვს რომ ჩანაწერის გაუშვებს აჭარის ტელევიზია. სულთქველად ველოდებით. დიდი მადლობა. ალბათ გურამი ხარობს იქ სადაც არის მისი გახსენებისთვის და დაფასებისთვის და რაღაცა დაემთხვა, იმიტომ რომ ზაფხულში 90 წლის გახდა. და თითქოს რაღაცა მიძღვნასავით გამოვიდა. კი ბატონო. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მადლობა დიდი მადლობა თამამეს, დიდი მადლობა. ანის